2026 წლის ბიუჯეტის მიხედვით იანვრიდან გაიზარდა პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მოსამართლეების ხელფასები. პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს ეზრდებათ 1400 ლარით და ექნებათ 16000 ლარი. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის 1260 ლარით და ხდება 14400 ლარი. მინისტრებს, პარლამენტის ფრაქციების თავმჯდომარეებს 1190 ლარით და ხდება 13600 ლარი. დეპუტატებს ხელფასი 1120 ლარით ეზრდებათ და 12800 ლარი უხდება. გაზრდილ ხელფასებს აიღებენ საჯარო მოხელეებიც. 10%-ით, როგორც დაანონსებული იყო მთლიანად საქართველოს მასშტაბით, 10%-ით გაიზრდება ხელფასები იზრდება. მივესალმებით, რომ ეს რამოდენიმე წელი ეს ტენდენცია არის. დაანონსებული იყო, რომ 25 წლის ჩათვლით უნდა ყოფილიყო, მაგრამ წელსაც იქნა ესეთი გადაწყვეტილება მიღებული. მგზავრობა მუნიციპალიტეტების მხრიდან არის ფინანსური ამ კუთხით, რომ თითოეული საჯარო მოხელე, რომელიც ასევე არიან ჩვენი მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები, ისინი შრომობენ ამ მუნიციპალიტეტის საჭიროებისთვის, აიპებში არიან დასაქმებლები, რა თქმა უნდა, 10%-ით გაიზარდოთ, რომ მიმდინარე, თქვათ, გამოწვევების წინაშე ისინი ცდილობენ უფრო იმედიანად და დაფასებული უნდა იქნას აუცილებლად მათი შრომა, რომ ამ სახელოვნებო სამუსიკო სკოლების პედაგოგებსაც ხელფასები გაეზრდებათ. უბრალოდ პროცედურული საკითხებია, რაღაცები ზუსტდება, უნდა მოხდეს თვისებრივად ისეთი, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნას მიღებული და დეტალებზე მერე ვისაუბროთ. ამასაც ვთქვათ, საზოგადოებაში დიდი ნაწილში გააჩნდა უსამართლობის გრძნობა, რომ თქვათ, ეს იზრდება 20-25 ლარით და საჯარო მოხელეებს თანამდებობის პირებს გულისხმობ ათასობით ეზრდება ეს. თქვენ ერთი რამე ალბათ უნდა იცოდეთ და გახსოვდეთ, ხელფასები ჩვეულებრივ თანამდებობისთვისაც 10% ეზრდება და საჯარო მოხელეებზე რო ვსაუბრობთ, აქ ძალიან ცოტა პროცენტია თანამდებობის პირი და უდიდესი ნაწილი არის ჩვეულებრივი ადამიანები, ჩვენი მეზობლები, ნაცნობები, სპეციალისტები, ხალბატონები, ბატონები, რომლებიც მუშაობენ და რა თქმა უნდა საჯარო სამსახურში ხელფასების ოდენება ზოგიერთ კერძო სექტორის მიმართულების პროფესიების ხელფასებს კონკურენციას ვერ უწევს, მაგრამ ყველა მათი პროფესია უყვართ, ყველას ქვეყანა უყვართ, მუნიციპალიტეტი უყვართ და ამიტომ მუშაობენ და ამიტომ უნდა ჩვენც მზაობა უნდა გქონდეს და უნდა შევქმნათ ის პირობა ზოგადად, რომ ასეთი ადამიანების შრომა დაფასდეს და სახელფასო ფონდი დაახლოებით შეივსება 10%-ის ზრდით, როგორც მერის, ასევე აიპებში თანამშრომლების სახელფასო ფონდი გაიზრდება, 10%-ით ხელფასების დამოხდება, დანარჩენი მიმართულება, ანუ ხელფასებთან დაკავშირებით, წლის განმავლობაში იქნება განხილული სხვადასხვა კატეგორიებზეც. დაახლოებით რამდენი მილიონი ლარია ხელფასებში გათვალისწინებული მომავალ წელს? ეხლა დაახლოებით მთლიანად 3 მილიონამდე შეიძლება იყოს და რა თქმა უნდა, ეხლა აიპებშიც გარკვეული თანხა არის გათვალისწინებული.